ტრამპი ამხელს კუბელი დიქტატორის ქალიშვილის ფარს. იმ დროს, როდესაც მარიელა კასტროს ცხოვრება სავსეა ფუფუნებით, პრივილეგიებით და სახელმწიფო დაცვით, მაშინ როცა კუბის ხალხი კვლავ იტანჯება ელექტროენერგიის გათიშვებით, საკვების ნაკლებობით, მედიკამენტების დეფიციტით და მიზერული ხელფასებით. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 27 მაისს შეერთებული შტატების ზეწოლა ძველი კომუნისტური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კონკრეტულ სახეს იღებს თავად ოჯახში. კასტრო, რაულ კასტროს ქალიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იხიდებოდა როგორც თანასწორობის, სოციალური უფლებებისა და მოდერნულობის სიმბოლო, ახლა ჩნდება მაღალი დონის სტრუქტურასთან დაკავშირებული. ატაბეიში, ჰავანის პრესტიჟულ რაიონში 20 მეტრიანი აუზით 6 საძინებლით, 3 სველი წერტილით, ძვირფასი ხით, გაფართოებული მიწის ნაკვეთებით და სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაცვით. აქ პროპაგანდას ბზარი უჩნდება, რადგან იგივე ელიტა, რომელიც ხალხს მსხვერპლს თხოვს, თავად იცავს თავს იმ ქაოსისგან, რომელიც შექმნა. ტრამპი და რუბიო სთავაზობენ საკვებსა და მედიკამენტებს პირდაპირი დახმარების სახით, მაგრამ მოითხოვენ, რომ ეს დახმარება არ გავიდეს რეჟიმის ხელში და ეს ზუსტად დიქტატურის სუსტი წერტილია, შიმშილის დამოკიდებულებისა და ნარატივის კონტროლი. მემკვიდრე, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, კომფორტში ცხოვრობს, მაშინ როცა მილიონობით კუბელი რიგებში დგას, სიბნელესა და მიტოვებულობაშია. რას ამხელს ეს სახლი კასტროს ოჯახზე? რატომ ეშინია რეჟიმს დახმარების, რომელიც მის კონტროლს გარეთაა? როგორ გამოავლინა ტრამპმა ის სიღატაკე, რომელსაც დიქტატურა მალავს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მარიელა კასტრო რიგითი ფიგურა არ არის რეჟიმში. ის კუბის სექსუალური განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორია. ის საერთაშორისო დონეზე ცნობილია, რომ LGBT თემატიკას იყენებს მთავრობის პოლიტიკური ვიტრინის სახით. წლების განმავლობაში ის წარმოაჩენდა თავს როგორც დიქტატურის თანამედროვე, პროგრესული და თითქოს მგრძნობიარე სახეს. მაგრამ ეხლა რაც გამომჟღავნდა, ანგრევს ამ იმიჯს, რომელსაც კუნძულს გარეთ საგულდაგულოდ ხიდდნენ. უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ რიტორიკა ეჯახება საცხოვრებელს, რომელსაც გამომძიებლები და დამოუკიდებელი კუბური მედია მაღალი კლასის კომპლექსად მიიჩნევენ ატაბაიში, ელ-ლაგუიტოს მახლობლად. ტერიტორია, რომელიც ისტორიულად ჰავანას ძალაუფლების ელიტასთან იყო დაკავშირებული. ბოლო დროის რეპორტაჟები მიუთითებს, რომ მარიელასთვის მიჩნეული საკუთრება აერთიანებს 3 ნაკვეთს, 6 საძინებელს, 3 სველ წერტილს, 20 მეტრიან აუზს, ძვირფას ხის მასალას და სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურას. ტრამპის მთავრობამ გაზარდა ზეწოლა რაულ კასტროზე, მაშინ როცა მარკო რუბიო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ესაუბრა კუბის ხალხს და შესთავაზა 100 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები და მედიკამენტები. იმ პირობით, რომ მიწოდება განხორციელდებოდა სანდო ორგანიზაციების, როგორიცაა კათოლიკური ეკლესია ან საქველმოქმედო ორგანიზაციები და არა რეჟიმის ხელით. რუბიომ ასევე დაადანაშაულა კუბის ხელმძღვანელობა კორუფციასა და ძარცვაში, განაცხადა, რომ ელექტროენერგიის, საწვავისა და საკვების დეფიციტი მხოლოდ გარე ფაქტორებით არ არის გამოწვეული, არამედ სტრუქტურით, რომელმაც ძალაუფლება დააგროვა მაშინ, როცა ხალხი გაჭირვებაში იძირებოდა. სწორედ აქ იწყებს ფარსი უფრო ძლიერად ჩამოშლას. რეჟიმი ცდილობს გაყიდოს იდეა, თითქოს მთელი კუბელი ხალხის ტანჯვა გარედან მოდის, რომ ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატებია დამნაშავე, რომ მოსახლეობამ მეტი მსხვერპლი უნდა მიიღოს რევოლუციის სახელით. მაგრამ როდესაც ჩნდება ელიტური სახლის სურათები და აღწერილობები, რომელიც რაულ კასტროს ქალიშვილს უკავშირდება გრძელი აუზით, ფართო სივრცეებით, ინტეგრირებული მიწებით, სპეციალური ხით და მუდმივი დაცვით, ეს რიტორიკა რეალობის წინაშე ძალას კარგავს. ჩვეულებრივი კუბელი რიგში დგას ელექტროენერგიის გათიშვას და შიმშილს ებრძვის. რაც შეეხება წამლებს, კასტროს გვართან დაკავშირებული ელიტა დაცულია, უზრუნველყოფილია და შორს დგას ყოველდღიური კოლაფსისგან. მარიელა კასტროსთვის მიჩნეული რეზიდენცია მედიის მიერ აღწერილია როგორც საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივი სახლით არ შემოიფარგლება. ადგილმდებარეობა გაფართოებული იყო მეზობელი მიწებით, რის შედეგადაც პატარა ოჯახისთვის დიდი ტერიტორია შეიქმნა. კუბის ემიგრაციაში მყოფი მედიის მიერ მოხსენიებული გამოძიება ასევე საუბრობს დახურულ ხის სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ძვირფასი ხით, მათ შორის ბრაზილიის ამაზონიდან შემოტანილი მარას კედრით და სანტიაგო დე კუბადან ჩამოტანილი მაჰოგონით. ეს დეტალები მხოლოდ დეკორაცია არ არის, ისინი პრიორიტეტს აჩვენებენ. იმ დროს, როცა კუბის საავადმყოფოები რესურსების ნაკლებობას განიცდიან, როცა ოჯახები საკვების მოსაპოვებლად იმპროვიზაციას მიმართავენ, რევოლუციური ელიტა ინარჩუნებს ცხოვრების სტანდარტს, რომელიც თითქოს სხვა კუნძულს ეკუთვნის. 20 მეტრიანი აუზი ამ განსხვავების პირდაპირ სიმბოლოდ იქცა.
ეს არის პოლიტიკური კლასის სახე, რომელიც ხალხს მოთმინებას თხოვს, მაშინ როცა თავად ისე ცხოვრობს, რომ არ განიცდის იმ სირთულეებს, რასაც სხვებს აკისრებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ნაგებობა სავარჯიშოდ იყო აშენებული. კუბაში, სადაც ბევრ მოქალაქეს არ შეუძლია სახლში ძირითადი საკვების შენახვა, ან მუდმივად საჭირო მედიკამენტების ყიდვა, ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს უფსკრულს ოფიციალურ განცხადებებსა და რეჟიმის სათავეში მყოფი ოჯახის რეალურ ცხოვრებას შორის. დაცვის აპარატიც ყურადღებას იპყრობს. არსებული მასალა ადასტურებს, რომ მეთვალყურეობა დაკავშირებულია კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მცველებითა და აგენტების განსაზღვრულ საათებში შეცვლით. ეს მხოლოდ კერძო უსაფრთხოებაზე მეცავლენს. ეს აჩვენებს სახელმწიფო აპარატის გამოყენებას იმისთვის, რომ დაიცვან იმ ადამიანების პირადი ცხოვრება და კომფორტი, ვინც ელიტას ეკუთვნის. იგივე სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებს მოსახლეობას, ავიწროებს ოპოზიციას და უთვალთვალებს დითვალებს დისიდენტებს, ასევე იცავს ძალაუფლების მემკვიდრეების სიმშვიდეს. ჩვეულებრივი კუბელისთვის სახელმწიფო ჩანს როგორც ინსპექტორი, ამკრეფი და მეთვალყურე. ელიტისთვის კი ის ფარად იქცევა. ვინაც საუბრობს სოციალურ სამართლიანობაზე, მზად არის საკუთარი სიუხვე გაიყოს იმ კუბელებთან, რომლებსაც არ აქვთ საჭმელი, წამალი და იმედი. კუბური კრიზისი აბსტრაქცია არ არის. ბოლო დროის რეპორტაჟები აჩვენებს ძირითადი მედიკამენტების დეფიციტს, მათ შორის ჩვეულებრივი მკურნალობისთვის საჭირო წამლების, რაც მოქალაქეებს არალეგალური აფთიაქებისა და ალტერნატიული შესყიდვებისკენ უბიძგებს. კუბელმა პაციენტმა, რომელიც ფულიამ გამოკითხა, აღნიშნა, რომ მაღალი წნევის წამლების ღირებულება შეიძლება შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენდეს. ეს ის ტანჯვის ტიპია, რომელიც რეჟიმის ზეიმურ განცხადებებში არ ჩანს. ეს არის რეალური კუბა, სადაც გადარჩენა დამოკიდებულია კონტაქტებზე, იმპროვიზაციაზე, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ გზავნილებზე ან პარალელურ ბაზარზე. დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს პოლიტიკური დარქმა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი დისკუსიას პროპაგანდის ველიდან იღებენ და კუბელი მოქალაქის ჯიბეში, სუფრაზე და სახლში გადაჰყავთ. ვაშინგტონი სთავაზობს დახმარებას საკვებითა და მედიკამენტებით, მაგრამ მოითხოვს, რომ რეჟიმმა არ აკონტროლოს მათი განაწილება. ეს პირობა კასტროს რეჟიმის ძალაუფლების ცენტრს ეხება, რადგან დიქტატურა მხოლოდ იდეოლოგიური რიტორიკით ვერ გადარჩება. ის გადარჩება იმით, რომ აკონტროლებს რა შედის, ვინ იღებს, ვინ მადლობას უხდის და ვინ რჩება დამოკიდებული. როდესაც შეერთებული შტატები ამბობს, რომ დახმარება სანდოგზებით უნდა მივიდეს, ისინი აჩვენებენ რეჟიმის შიშს, რომ დაკარგავს საჭიროების მონოპოლიას. ატაბეიში მარიელა კასტროსთვის მიწერილი ცხოვრების წესი ასევე აზიანებს იმ საერთაშორისო იმიჯს, რომელიც მან შექმნა. წლების განმავლობაში მარიელა კასტრო ცნობილი იყო როგორც სოციალური საკითხების დამცველი, განსაკუთრებით LGBT თემთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგრამ რეჟიმის კრიტიკოსები ამ ვიტრინას უფრო გარე პროპაგანდისთვის მიიჩნევენ, ვიდრე რეალური თავისუფლებისთვის კუნძულზე. კონტრასტები კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ადამიანის უფლებებზე მოსაუბრე პიროვნება არ უპირისპირდება პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობას, არ უპირისპირდება ოპოზიციის დიის დაპატიმრებას და არც ხვეთს კავშირს იმ ოჯახურ სტრუქტურასთან, რომელიც 10 წლეულებია დომინირებს კუბაზე. სოციალური საკითხები ფარად იქცევა, ფუფუნება კი მტკიცებულებად. ხალხის სიღარიბე დუმილად იქცევა. ეს შემთხვევა ასევე აჩვენებს ამერიკის ახალი ეტაპის ზეწოლას კუბაზე. დონალდ ტრამპი მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებს არ ესხმის თავს. ის მიზნად ისახავს იმ ოჯახის ლეგიტიმურობას, რომელიც ჯერ კიდევ შიგნიდან ინარჩუნებს რეჟიმს. რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა, მაგრამ ის კვლავ ძალაუფლების, კონტროლისა და გაგრძელების სიმბოლოდ რჩება. ეს მხოლოდ სახლი არ არის. ეს არის პოლიტიკური ფოტო იმისა, თუ როგორ დაპირდა რევოლუცია ხალხს თანასწორობას და საბოლოოდ წითელი არისტოკრატია შექმნა. ზედაფენაში მყოფი ოჯახი იღებს მიწას, აუზს, დაცვას, მოგზაურობებს და პასპორტს. ხალხს რჩება სახელმძღვანელო, რაციონირება, მეთვალყურეობა და ბრალის გადაბრალება სხვებზე. რადგან მაშინ, როცა ხელმძღვანელობა ერთგულებას ითხოვს, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაცული ელიტა ზედმეტად კარგად ცხოვრობს კუნძულზე, სადაც მილიონები კვლავ აგრძელებენ დიქტატურის ფასის გადახდას. მე ვარ მილსონ ალვესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაციით კარგად ინფორმირებული გაგხადო. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე მოწონება ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.